სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ. გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, რატომ დაარიგა Coinbase-მა $12,000, როგორი იქნება ევროპული stablecoin-ი და რატომ არ დაგჭირდებათ მომავალში ფული. ამერიკულმა კრიპტობირჟამ Coinbase-მა ნიუ-იორკში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყო. მათ 160 დაბალ შემოსავლიან მოქალაქეს ყოველგვარი პირობის გარეშე ჯამში $12,000 ოდენობის stablecoin-ი USDC დაურიგეს. დახმარება გაიცემა ნაწილობრივ $800 ერთიანად და შემდეგ 5 თვის განმავლობაში $800 ოდენობით. მონაწილეებს კი სრული თავისუფლება აქვთ გამოიყენონ თანხა როგორც სურთ, შეინახონ, გადაცვალონ თუ გამოიტანონ. ექსპერიმენტის მიზანია დადგინდეს როგორ იმოქმედეს უპირობო კრიპტო დახმარება ადამიანების ფინანსურ სტაბილურობაზე. მოკლედ სტაბილურობა და stablecoin-ი დიდ ქალაქში. ევროპის 10 მსხვილი ბანკი, მათ შორის ING, Unicredit და BNP Paribas-ი გაერთიანდნენ ახალ სტრუქტურაში, კივალიში, რათა ევროპა დოლარზე მიბმული stablecoin-ის USDT და USDC-ის დომინირებისგან გაანთავისუფლდეს და ევროზონამ ციფრული მონეტარული დამოუკიდებლობა მოიპოვოს. მათი გეგმით 2026 წელს გამოვა ბანკების მიერ გამოშვებული euro stablecoin-ი, რომელიც იქნება გამჭვირვალე და ბიზნეს თუ მომხმარებელს უსაფრთხო ციფრულ გადახდების საშუალებას მისცემს. ილონ მასკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის და საზოგადოების შესაძლებლობას იმდენად გააფართოვებს, რომ ტრადიციული ფული საბოლოოდ დაკარგავს თავის მნიშვნელობას. თუმცა მასკის აზრით, ერთ ფაქტორს მაინც ექნება ღირებულება და ეს არის ენერგია, რომელსაც რეალურ ფულად ერთეულს უწოდებს. ამ ლოგიკით ბიტკოინი უკვე გავს მომავლის ვალუტას, რადგან მისი ღირებულება პირდაპირ უკავშირდება ელექტროენერგიის მოხმარებას. მოკლედ, ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ფული აღარ გვჭირდებაო. ეს იყო ბიტანიკა შორტ, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამორჩევს თავარი მოკლედ.